ეცდები ახლა არ გავიმეორე ის რაც რომ მომთქვა და ისე მართლა ბედნიერება იყო ვისაც ასწავლიდა იმისთვის მართლა ბედნიერება იყო ვისაც ასწავლიდა სერგო მე პირველ კურსზე მასწავლიდა შუხაევი და შემდეგ მესამე კურსიდან მასწავლიდა სერგო მას ხოდა თავისი მეთოდი აი დამოკიდებულება ხატვართან ყველა სტუდენტთან ესე იგი მქონდა ინდივიდუალური ესე იცოდა მისი ხასიათი იცოდა როგორ ხატავდა რა ჭირდებოდა რა ქონდა სუსტი წერტილი თუ რა აი ამას სულაკებს განსხვავებდა და ისე იწყებდა მე მასთან მუშაობას ეხლა როცა მესამე კურსიდან მასწავლიდა ბოლომდე და ერთი სტუდენტი იყო გვარი არ მინდა ვთქვა ხატვარი ეს და ნატურა დაგვიყენა სერგომ ერთი ქალბატონი იყო ნატურა ესეთი ცოტა ესეთი მოსული ესეთი ქალი და ეს სტუდენტი ამას უყურდა ძალიან ეს ანტიური ადრინდელი ეს მენერამილოსელი და ეს ქანდაკებები და აი ხატავდა იმას არ უყურებდა ესე იგი ნატურა იდგა ეს თავისი მიზნად და ეს დაზეპირებული კონდა მენერამილოსელის ფიგურა რაღაცა და ამას ხატავდა სერგო ჯერ გააფრთხე აი ის ნახატი აი რაც დგას არა ეს მაინც თავისას აი არ იშლიდა რა ხო და მე რეუნება რომ ისო შეყვარებული ხავსო ხო და ამან თქვა კიო პაიმანზე დადიხარო კიო ხო არა ქონია ესეთი ისო შემთხვევა რომ რაღაც გინდა ცოტა ინტრიგა ჩამოვარდა რაღაცა და თქვა 7 საათზე გაკო პაიმანი და გინდა რომ 10 წუთი დააგვიანო რა ცოტა ანერგიულო თუ რაღაცა ნუ ასეთი რაღაცა თუ ქონია ესეთი ის კიო ქონდა ქონია ხოდა აი 7 საათზე ესე 10 წუთი 8 საათზე უნდა მიხვიდე ხოდა 8 საათი წუთი უთხრა რომ დაგაგვიანდეს უფრო მეტი და 8 წუთზე შეიძლება გაბრაზდესო და საერთოდ არ გაგეკაროს და წავიდესო მოგცინდეს უთხრა ამიტომ ისე კი შენ გამონგარიშებული გახო 8 საათზე მიხვიდე 10 წუთი დააგვიანო მაგრამ 10 წუთი რომ უნდა დააგვიანო ზუსტად ხო უნდა იცოდეს 7 საათი როდის არის ხო ეს უსმასო და ხო და და 7 საათი აგერ დგას ქალია უთხრა სუკარი ხალი ესე მიგან აი ეს 7 საათი ეს დახატე და მე უთხრა რაც გინდა ის ხატე და გინდა მენერამილოსელი ხატე და გინდა ის ხატე მე ეს ისეთ რაღაცას ითხოვდა რომ სულაფერი მახსოვს რა აი ეს თითქოს აი გუშინი იყო ისეთ დაერთ კეთოთ ამას და ეს მაგალითი მოიყვანე და იან მართლა დაიწყო მე ის ხატვა 7 საათის ზეგი უკანის ხატვა და სხვადასხვა კაი ხატვარის და კაი ხატვარი ხო ეხლა სერგოზე მინდა ისე ალბათ ყველაზე დიდი ნამუშევარი ყოფილა და მე მაგდროს ვიყავი მაგის სტუდენტი და ოპერაში წამოყვანა იქაგეთებდა ოპერაში სევით ხო და წამოყვანა და ესე იგი ზემოთ ზარმაზარი და ის იყო ეს ადგილი სივრცე დიდი იყო და ეს ფარდა მთლიანად იყო იატაკზე გაშლილი ნუ წარმოიდგინეთ ახლა რაღაც 14 მეტრო არის 4 მეტროზე თუ რაღაც ეს ფარდას იყო სუსტის ნომერი არის და გაშლილი იყო და მე იქვე ანტრესოლი ქონდა მაგრამ და ეგრენ ავიდოდა და იქიდან მოყურდა სევიდა და ახლა როგორ მუშაობდა წინდებით ასე გახტილი წინდებით და
ფუნჯები ქონდა ძალიან ძერტარიანი ფუნჯი ეს დადიოდა ზე და ეს მუშაობდა მე იქნებოდა კომპიუტერში გასხედავს აი რა აი ამოდენას ხედავ ახლა ხატახო ეს არ უსამაზარი ის აი ეს ძენდები ჩუმად ესე დადიოდა აი ეს მუშაობდა ხო და მე ამიყვანა მე ანდრესონზე ხოდა აი კიდე ნახევარი ხერხს ვერდი ნუ იქაც ეგ ნახე მაგრამ რაღაც ფრაგმენტები ვერაფერი ნუ ბოლოს მოვიდა იმის რო უკვე დაამთავრა ნუ ეს ციტატად რო ესე იგი 3 წელი მუშაობდა ესკიზზე 3 წელი იმდენი მასალები ქონდა ეს ჩანახატები ეს მუზა ეს კალევო ჩანგით ეს აი ეს ამის ის მარქსოს ვარგას ხატავდა ის იყო ნატურა გამხდარი ხალ მარქსოს ეს არ ხატავდა და იმდენ ჩანახატი და იმდენ ის ქონდა და ათასნაირად გაზომილი და ნუ რა ვიცი რაღაც წარმოუდგენელი ის სამუშაოები უნდა ჩატარებოდა ხოდა ესე იგი 3 წელი ესკიზზე მუშაობდა ესკიზებს 11 თვეში გააკეთა მე ის პარტა ესე გაზრდა დრო ესე 4ჯერ ნაკლები დრო წაიღო იმam თვითონ ეხლა თავისთავად პიგმენტები ხო საღებავები თვითონ გააკეთა შეისწავლა ჯერტი აი ამ ძველი კლასიკური ნამუშევრების რაღაცა ტექნოლოგია და პიგმენტების ჩამოიტანა საღებავს ახმარებდა ისეთ ძაღლებს რეცეპტი თვითონ შექმნა ეს რაში უნდა გახსნილიყო ეს პიგმენტები და მუშაობდა აი როგორც ისეთ ფერს ღებულობდა თლიან კოლონებს ისეთ ღებულობდა რომელსაც აი ბუნებაში ვერც ნახავ და საღებავით ვერ მიიღებ იმას ესე იგი ქონდა ეს დამუშავებული აი თეორიულად რომ რაღაცა ფერი უნდა და თქვა ისეთი ფერი რაღაც თან ჟღერადი თან კოლორჩი რო იჯდეს რაღაცა ნიუანსები და იმითი ესა და შეიძლება და ისეთი ყვითელი ფერი დაედო სულ და მე ლისირებით მუშაობდა ზევით ხრად მე კიდევ და აღარ მას 24 თუ რაღაც არის თემობის ის კარგად როცა ის ფენა რამდენი ფენოვანი ის ფერწერა ქონდა იმას 18 ხონდა დააბერო და 24-ში ხო აი ესე ხო და მე ესე იგი იცოდა რა ფერი უნდა მიიღო ბოლოს ის ქვედა ფენა მუშაობდა კიდე ამოდიოდა ესე მუტლისერები და კიდე ნუ რაღაც ასაული ესე იგი ჯერ და მეცნიერულად უნდა სუყარი დამუშავება და ესე მუშაობდა და მართლაც მე ესე იგი თვითონ მაგას კოლორიტი იყო აი რაღაც ასაული კოლორიტი იყო იმას საღებავებით პირდაპირ ესე რომ გავუვლით პალეტრაზე ვერ მიიღებ რა ესე იგი აი ესეთი რთული ის ქონდა აი ესეთი რთული სადა ბოლოს თქვა მითხრა რომ მოვიდა ისო შაბათი დღე იყო ხო და ისო დღესო ჩამოშვებენ ფარდასო იხსნება და წამოდი ოპერაში მითხრა რომ წავედ კიდე ერთი სტუდია კიდე ერთი გონაერო ხოდა ეს ორნი წავედი მაგრამ მაქსოს მარტო ეს იატაკზე როგორი იყო გაშლილი და როგორი იყო და იატაკსოდანაც ნახეთ მაგრამ ეს რა ფრაგმენტი და რო ჩამოვშეს ეს ფარდა ეს აღარ მახსოვს რა სპექტაკლი იყო ახსოვს და რო ჩამოვიდა ეს ფარდა აი მართალი გითხრა რა ვიცი ფეხზე ვიდექი და უყურებ და გაოგნებული ვიყავი ესე იგი თელი ღამე სულ ამ ფარდას ხედავდი რა ძილში და ნუ მე ყვირა დღე იყო მეორე დღე და ორშაბათს ისე მქონდა ლექცია მოვიდა და იმან მითხრა ეს ვინც იყო ჩემთან ერთად ეს გოგონა იმან მითხრა რომ ის მიულოცოთ მე ახლა მილოცვები ახლა მაგას მობეზრებული ახლა ჩვენ მილოცვა რატო შევაწუხოთ მე რა უნდა მოისახე მაგრამ როცა
ხალი პროცესია გამბედა მაგდროს და მივიდა ეს მივიდა სამიზახან მივიდა ესე და ნუ მეუთხარი ასასწაულია ასეთი ეს ფერშია რაღაცა უთხარი და ეს და მეუთხარი მე მეთქი არ მოვიდოდი მოსავლოცად მეთქი ამის ბრალია მეთქი და ამან ის საკნა მეთქი ეს პირველი ხართ ვინც მივოწევთ ნუ ეს გაუდი და მე მომიკოთხა რომ ისო ესე იგი მე არ ვიყავი არ ვესწრებოდი თუმცა თქვენათვარ ვიყავით მეთქი და მე ვალერინა ვარ ის გამოსული ღაბია იყო ამ წინაშეო და ეს მუხრელი გარავდა და რაღაცა და წავედი მაგრამ ესე იგი შაბათს საღამოიღო ესა არავის შაბათს არ დაურეკიო არაფერი კვირა გათენდაო არავის საერთოდ გამოხმაურება არ არისო და უკვე რო შესაგამოვდა კვირა და იმას ხარივე ჩემეუგეს იმას ხარივე რომ ალბათ აღმოეწრო და ჩამოხსნეს ალბათ ეს წადი ერთი და ნახეთ ხო არის კიდე ფარდა ხო და ნუ წავედაო ჩემს და მითხრა არა კიდე ნუ გამეხარდა რომ მე დაწუნებული რაღაცა ვიგერე ამ თაბულიდან რაღაცა შეამჩნია ესეთი რომ უნდა ჩამოექცნა ნუ მერე ის იყო რომ ერთი ეს ჩემი მოსაზრება სხვა საქმე და სმაირა ოპერა რო დაიწყო და ეს ფარდაც მათთან ერთად ტრაგედია იყო რომ ოპერა დაიწყო ფარდაზე ლაბარაკი არ იყო საერთოდ მე მგონია რომ ყველაზე დიდი ტრაგედია იყო რომ დაიწყო ეს ფარდა იმიტომ რომ აი ფარდის ფასი ჩვენ საქართველოში დღესაც არ იციან ეს იყო შედევრი გენერალური ეს რომელიც საუკუნეებში ალბათ არ ვიცი რა აზიაკეთება მასეთი და აი ესეთი ნამუშევარი რაღაცა მე ფერში ზუსტად მახსოვს ეხლა ზუსტად მახსოვს აი ფერში როგორ იყო რაღაცას ვერცხლის ფერები როგორ იყო თან ისეთი ფერები ისეთ ნიუანსებში იყო ამას პალეტრებდა იმაზე გები რა ეს სასაული და ყველაზე დიდი ტრაგედია იყო სწორედ ეხლა ოპერა რო აღადგინეს ოპერა ესე იგი აი ოპერაზე იყო ოპერა დაიწვა და დარბაზი და სკამი დაიწვა და რაღაცა და აი ესეთი ამბავი იყო და ეხლა რო აღადგინეს გაცილებით უკეთესია ბევრი რაღაც აღდგენილი რაც არის და მაგრამ ეს ფარდა ესეთი შედევრი აღარ არსებობს ისე საერთაშორის გიორგაძე აი მიშა გიორგაძე მინისტრი რო იყო აი მიშა გიორგაძე მოინდომა რომ როგორმე აღედგინათ ეს ფარდა და თუ საიდან მოდის ეხლა ეს მიშა საიდან მოვიდა თვითონ თქვა მიშა აი ეყავით გოცადლეც იყო კიდე რამდენი ხატარი დაგიბადა მაგის მოწაფეები იწევდა როგორმე აღედგინათ ნუ ჩვენ კატეგორიულად არ ვთქვით სულ მაგის აღდგენა არ არსებობს ერთადერთი თვითონ შეეძლო აღედგინებას ხო და ეხლა სხვა მაგის აღდგენა არავინ არ სხვა შვილი ამბობდა რომ მე აღადგენა მე ვიცოდი ეს მე საერთოდ ხო არა დათმობთ ხო და მიშა თქვა რომ ისო ეხლა გეტყვით საიდან მოვიდა ეს რომ დამთავრდა ეს ოპერის ის თლიანად უკვე რეკონსტრუქცია თუ რაღაცა სულ რო გაკეთდა გია კანჩელი ჩამოვიდა თქვა და მე წავიმანდა ვაჩვენებო რა ოპერა ვაჩვენებო აი როგორ აღდგენილი ნახაო ყველაფერს ხო რომ იმაზე უკეთესია ის კამების ის სავაზლები ყველაფერი რაც იყო თვითონ ეს დეკორი ეს აღდგენილია ყველაფერი უკეთესიც არის მაგრამ კობულაძის პარდაკნია აი მაშინ სხვა იქნება